არჩევანის პირველი მონაწილე კიევიდან გვერდება, ხვალიდან ის უკვე ფრონტის ხაზს დაუბრუნდება და სხვა ქართველებთან და უკრაინელებთან ერთად პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილია პირდაპირ ეთერში კიევიდან. მამუკა, მოგესალმებით. მოგესალმებით. მამუკა, ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის, მაგრამ სახელმწიფო გვერდით არ გვიდგას. ეს არის მოღალატებრივი პოზიცია. ასე შეაფასეთ თქვენ თავდაცვის სამინისტროს განცხადება. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ეს ყველაფერი ტექნიკური შეცდომით ახსნა, იცით თქვენ და ბოდიშიც მოიხადა. პირველ რიგში თქვენი, ანუ ჯარისკაცების გასაგონად. რამდენად ადეკვატური და საკმარისია თქვენთვის ასეთი რეაქცია სამინისტროს მხრიდან? მოდით პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, მინდა მივუსამძიმრო ალეკოს ოჯახის წევრებს. მინდა უთხრა, რომ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ჩამოვიდა, ვერ დავესწარი პროცესს, დაკრძალვის ვერ დავესწრები პროცესს და მინდა უთხრა, რომ მათ გვერდზე ვარ. ახლა რაც შეეხება განცხადებებს, ბევრი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში რაც მე მინდა ვთქვა, ეს არის ის, რომ ჩვენ არა ვართ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ან ჯგუფის წარმომადგენლები და მინდა გავმიჯნო ლეგიონი და ლეგიონერები და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ჯგუფები. ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს და ჩვენ ვიცავთ ქართველი ხალხის ინტერესებს ამ შემთხვევაში. და თქვენ არ ხართ მანდ ჩასული არც ერთი პოლიტიკური ძალის მოწოდებების საფუძველზე, ამას გულისხმობთ. ესე იგი ვერ გავიგე კითხვა უკაცრავად, მე უბრალოდ რაც განცხადებაში იყო ნათქვამი, რომ ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა თითქოს მოუწოდებს ჯარისკაცებს, ქართველებს, რომ ისინი წავიდნენ და იბრძოლონ უკრაინაში. თქვენ ხაზს უსვამთ, თქვენ არავისი მოწოდების გამო მანდ არ ხართ, არამედ თქვენი სურვილით ჩახვედით. არა, ეს არ არის. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ეს არის ჩემი მეომრების გადაწყვეტილება და პირადად ჩემი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მე წარმოადგენენ მთელ ლეგიონს და მინდა მათი სახელითაც ვილაპარაკო. ყოველთვის თავს ვიკავებდეს თიხმამაღალი პოლიტიკური განცხადებებისგან, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი საქმე, ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე და თუ თქვათ ერთი რამ, დღევანდელი განცხადება მთავრობის და თავდაცვის სამინისტროს ეს არის ყველა ჩვენთაგანის აზრისა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება და აქ ლაპარაკი სულ სხვა რამეზეა, იმიტომ რომ ჩვენი სისხლი აქ ტყილა არ იყრება. რაც შეეხება გარდაცვლილ ალეკო გრიგოლაშვილს, მინდა გითხრათ, რომ ეს არის სწორედ ის სისხლი, რომელიც თავის დროზე, როდესაც დაჭირდა საქართველოს, იხმობს ათასობით უკრაინელს, რომ ჩამოვიდნენ და დაიცვან საქართველო. პირველ რიგში ეს მინდა იცოდეს იმან, ვინც აკეთებს ამ განცხადებას. დაუბრუნდეთ პოლიტიკოსების განცხადებებს, მე მინდა ხაზი გაუსვა ერთ რამეს. ირაკლი ალასანიამ გამოხატა თავისი აზრი ამასთან დაკავშირებით. მინდა უთხრა ერთი რამე, რომ ირაკლი ალასანი არის ის პიროვნება, რომელმაც თავის დროზე, როდესაც მოვიდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, დაატოვინა თავმდებობა არაერთ ვეტერანს. პირველ რიგში მეც მის მოღვაწეობის ჟამს ვარ წამოსული თავდაცვის სამინისტროდან. ესე იგი, მოდი დაუბრუნდეთ პოლიტიკურ განცხადებას. რა თქმა უნდა, მოღალატეობრივ პოზიციაში, როდესაც თქვენ ამას აცხადებდით, უფრო ზუსტად რას გულისხმობთ, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიცია და საზოგადოების აგრეთვე გარკვეული ნაწილი პირდაპირ აცხადებს, რომ ეს იყო პრორუსული განცხადება. თქვენც იზიარებთ ამ აზრს? რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი მითითება ალბათ ბატონი თავდაცვის მინისტრისთვის. მე მინდა მივმართო პირადად მას და უთხრა, რომ ნუ ებღაუჭება სკამს, ჯობია ადგეს და დღესვე გადადგეს, იმიტომ რომ ესეთი განცხადებები არ კეთდება შემთხვევით. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ამ შემთხვევაში და ასევე მინდა მივმართო ირაკლი ღარიბაშვილს, იმიტომ რომ ეს თავდაცვის მინისტრი არის მისი მითითებით დანიშნული. მამუკა, თქვენ ამბობთ, რომ ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება. თქვენ გულისხმობთ, რომ თავდაცვის მინისტრის სამინისტროს განცხადების უკან არა მხოლოდ მინისტრი, არამედ უფრო დიდი ძალა დგას. მაშინ თუ თქვენ ამას გულისხმობთ, მაშინ რას შეცვლის მისი გადადგომა? კი ბატონო, ეს არის ჩემი აზრი, რომ თავდაცვის მინისტრი აუცილებლად უნდა გადადგეს. რას შეცვლის ეს რეალურად? არ არის შემთხვევითი განცხადება. რეალურად რამე შეცვლება ამითი?
მე არ მინდა რომ ქართველ ხალხს და ქართველ მეომრებს აჩვევდნენ იმ აზრს, რომ ჩვენ აქ ვართ ტყუილა და სისხლი იღერება არაფრის გამო. ჩვენ ამ შემთხვევაში ვემსახურებით სახელმწიფო ინტერესებს და ნუ რავინ ნუ ეცდება რომ ეს გააბათილოს და სხვა კუთხით ანახოს ხალხს. მამუკა, თქვენ თქვით რომ რა თქმა უნდა მთელი ლეგიონის სახელით ლაპარაკობთ და დიდი მადლობა რომ კიევში იმყოფებით, ვიდრე გაემგზავრებით ფრონტის ხაზზე ისევ და მონაწილეობას იღებთ ამ უმძიმეს წუთებში განსაკუთრებით თქვენთვის ჩვენს გადაცემაში. მამუკა, რა განწყობაა დღეს ჯარისკაცებში, რას ამობენ ის ბიჭები, რომელთა გვერდითაც თქვენ იბრძვით? ასეთი განცხადება, ეს კონკრეტულად ეს განცხადება მათ სულისკვეთებაზე როგორ მოქმედებს? დათრგუნლები იყვნენ ეს დღეები ბიჭები, მინდა გითხრათ, დათრგუნლები არა მარტო რომ გარდაიცვალა ალეკო, არა მარტო იმიტომ რომ გარდაიცვალა ალეკო, არამედ იმიტომაც რომ გაკეთა ასეთი განცხადებები, იმიტომ რომ ჩვენ ყოველ წუთს ვდგევართ სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე და არ გვინდა ასეთივე პრობლემები შეექმნას რომელიმე ჩვენთაგანს. რა მდგომარეობაა დღეს თავად ფრონტის? რაც შეეხება ბიჭების განწყობას ყველა არის ძალიან შემართებით, ბრძოლა გრძელდება და საქართველოს ლეგიონი ყოველთვის გააკეთებს საქართველოს საქმეს ამ შემთხვევაში და ნუ რავის ნუ ეგონება ესეთი განცხადებებით შეძლებს ჩვენ გატეხვას. მამუკა, ამ დღეებში ჩვენ აქ ვართ იდეისთვის ჩამოსული. დიახ. იდეისთვის, რომელიც არის იგივე იდეა, რომლისთვისაც ჯარისკაცები თავის დროზე იბრძოდნენ საქართველოში. რუსეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა. მამუკა, ამ დღეებში თუ ესაა ანტიიმპერიალისტური ბრძოლა. ამ დღეებში თუ შეემატა თქვენს რიგებს ადამიანები ან თუ გამოთქვეს სურვილი მიუხედავად ასეთი განცხადებისა ახალმა მოხალისეებმა რომ შემოგიერთდნენ და იბრძოლონ უკრაინელ მეგობრებთან ერთად? კი ბატონო, ჩვენ გვეყოლება ახალი მოხალისეები, ყავს კიდევაც უკვე ახალი მოხალისეები. მე ვცდილობდი ეს ტალღა შემეჩერებინა და არ გამეზარდა კონტინგენტი ქართველი მეომრების. ამ შემთხვევის შემდეგ ბევრად უფრო დიდი რაოდენობის ხალხი გვეხმიანება და ცდილობს მოხვდეს ლეგიონის რიგებში. მამუკა, შეკითხვები გაჩნდა სკეპტიკოსების მხრიდან აგრეთვე იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ აფინანსებს თქვენს ლეგიონს, ვინაიდან თქვენ არ ირიცხებით უკრაინის საჯარისო ნაწილებში, შესაბამისად უკრაინის მხარე თქვენ ვერ დაგაფინანსებთ. ვინ გაფინანსებთ თქვენ? რა სახსრებით იბრძვით უკრაინაში? უკაცრავად თუ შეიძლება განმეოროთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ისმის. გაჩნდა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახსრებით იბრძვით თქვენ უკრაინაში, ვინაიდან თქვენ არ წარმოადგენთ უკრაინის ჯარის ნაწილს და შესაბამისად უკრაინა ვერ დაგაფინანსებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ არ წარმოადგენთ, იმიტომ რომ არ ვართ ჩვენ უკრაინის მოქალაქეები. ჩვენ ვართ ასე ვთქვათ, თავისუფალი ქვეყანაყოფი, რომელიც წვრთნის და პრინციპში უშუალოდ იღებს მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ქვედანაყოფი, რაც დღეს უკრაინაში მოქმედებს რუსეთის რეგულარული ჯარის წინააღმდეგ. დიდი მადლობა. რაც შეეხება დაფინანსებას, თითქმის ყოველი მებრძოლი ფინანსდება საკუთარი ოჯახიდან. ყველას უგზავნის ვიღაცა ოჯახის წევრი რაღაც თანხას, რომ აქ შეძლოს თავის გატანა. დიდი მადლობა, მამუკა, მე წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა, თქვენს იმ ბიჭებს, იმ მებრძოლებს, ქართველებს და უკრაინელებს, ვისთან ერთადაც თქვენ იბრძვით და თქვენთან ერთად უსურვებ დიდ წარმატებას უკრაინას და საქართველოს და დიდი მადლობა თქვენ იმისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ არა მარტო უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის. მინდა მივმართო ქართველ ხალხს, რომ აუცილებლად ეს იყო ალეკოს სურვილი, რომ დაკრძალულიყო ძმათა სასაფლაოზე. მე მინდა მოუხმო იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და უნდა რომ დაგვიდგეს გვერდში ამ შემთხვევაში. გააპროტესტონ თავდაც სამინისტროს ასეთი საქციელი და აუცილებლად ყველა ძალისხმევა გამოიყენოთ, რომ ეს ადამიანი იყოს დაკრძალული იქ, სადაც უნდა თავად და სადაც არის მისი ადგილი, იმიტომ ეს არის ერთ-ერთი იშვიათი საქართველოს გმირი. დიდი მადლობა. მამუკა, მე კიდევ ერთხელ მთელი რუსთავიორის სახელით მადლობას გიხდით იმ საქმისთვის, რომელსაც თქვენ ემსახურებით, თქვენ იბრძვით სამართლიანობისთვის და არა მარტო უკრაინისთვის, არამედ უკრაინაში იბრძვით სოფლიო სამართლიანობისთვის და მათ შორის საქართველოსთვის. დიდი მადლობა. მამუკა მამულაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში კიევიდან.